17 ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი განცხადება გუშინ გავრცელდა, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა პოლიტიკურმა რეპრესიებმა გამოიწვია ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესება, მათ შორის დახმარების და თანამშრომლობის შეზღუდვა. მკაცრად უგმობთ ოპოზიციური პარტიების ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და დაპატიმრებებს, რაც აშკარად მიზნად ისახავს ადგილობრივ არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობა საქართველოში, წერია განცხადებაში. წერილს პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურებები მალევე მოხვა. თუ იმას გონია რომ პირის წყალს ჩაიგუბებს ჩვენი ასე ვთქვათ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ჩაიგუბებენ პირის წყალს ძალიან ცდება, იმიტომ რომ ძალიან ბუნებრივია როცა ქვეყანაში დიქტატურას ამყარებ და ადამიანებს აწამებ, მე აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებს ციხისთვის იმეტებ და პირიქით დამნაშავეებს არჯი კი არა საერთოდ მათი იდენტიფიკაციას არ ახდენ და არც იბარებ და საერთოდ ქვეყანას აქცევ ერთ დიქტატურად, რა თქმა უნდა ეს ბუნებრივია რომ გამოიწვევს აი ამ რეაქციებს საერთაშორისო საზოგადოებაში. ოპოზიციური პარტიების არჩევნებში არ მონაწილეობა აწყობს მხოლოდ ქართულ ოცნებას და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი პარტნიორებიც ამას ასე ნათლად და ღიად ამბობენ. რა თქმა უნდა ჩვენ ველოდებით რომ კიდევ უფრო გამკაცრდება როგორც განცხადებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან, მაგრამ ამავდროულად ველოდებით უფრო მკაფიო ქმედებებს, მათ შორის ინდივიდუალურ სანქციებს. ფაქტად გვეუბნებიან, ფაქტია რომ თქვენმა ხელისუფლებამ ისეთი რაღაც გააკეთა, რომ ჩვენ გადაგვიმტერა საქართველოს მთავრობა, ქოცები, აი ამ აშენობიდან ებრძვიან ამ იმას ევროკავშირს, ებრძვიან ამერიკის შეერთებულ შტატებს, ებრძვიან deep states, ებრძვიან გლობალური ომის პარტიას და მე კითხვა მეჩნდება ვისი მედად აკეთებენ ამას. ვინ არის ის, რომელიც მათ ამისკენ მოუწოდებს და აკეზებს, იმიტომ რომ 13 წელი მგონი ამას არ აკეთებდნენ და ახლა უცბად რა მოუარათ. მათ პოლიციას რო წიხლით შედგეს ვინმე რა მოითმენ ამ ყველაფერს და არ იქნებათ რეაგირება, მათ პარლამენტს რო წვავდეს ვინმე არ იქნებათ რეაგირება, მათ რო უშენდნენ პიროტექნიკას არ იქნებათ ამაზე რეაგირება. სამწუხარო ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის. ეს არის უბრალოდ უსტანდარტობა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც როგორც ჩანს ვიღაცა თავის ტოლად და დარა დართვლის და დაბალღობეთ თulis. მნიშვნელოვანი არის რომ ამ ქვეყნებმა შეწყვიტონ უსამართლო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე და შეწყვეტონ აგრესიული რიტორიკა საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან ასე ვთქვათ დაავა და ამსენით ბრიუსელი და რაღაც გარემოცვა დედაქალაქებისა ზოგიერთის, რომ ამ აგრესიული რიტორიკით მუქარის ტონით ესაუბრებიან დამოუკიდებელ სახელმწიფოს. მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ ხელს უწყობს სრულ ნარატივების გავრცელებას საქართველოს შესახებ. ეს წერილი ერთგვარად გადაფარავს იმ განცხადებას, რომელიც გაკეთდა პრეზიდენტის მიერ და რომელიც მიმართული იყო სწორედ იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებს არაფერმა შეუქმნას, ასე ვთქვათ, საფრთხე არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობდეს რაიმე შემაფერხებელი გარემოებები. თუ კი რა თქმა უნდა ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებისთვის ეს მნიშვნელოვანია.